მაყურებელს წარმოდგენა რო კონდეს 2024 წლის საქართველოს ბიუჯეტი იყო დაახლოებით 28 მილიარდი ლარი და ჩვენ გვაქვს საუბარი 2 მილიარდზე. და თბილისის ბიუჯეტი, დედაქალაქის ბიუჯეტი იყო 1,7 მილიარდ თორსტები. ანუ თბილისის ბიუჯეტზე მეტი თანხა ქვეყნის ეკონომიკაში ისე შემოვიდა და ისე ჩაესხა, რომ თურმე საქმის კურსში არ იყო არავინ. ახლა რა თქმა უნდა ეს არის სრულიად აბსურდის თეატრი და კიდე ერთხელ ანუ ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, რომ თვითონ ინსტიტუტები საერთოდ ანუ ჩამოშლილია და არ მუშაობს, არ ფუნქციონირებს და თავიდან ბოლომდე ანუ ჩაფლული არიან თქვათ რაღაც თავიანთ მაქინაციებში, საიდანაც ფულშოულობენ, კორუფცია იქნება თუ ეს სხვადასხვა მიმართულები. კიდევ ერთხელ ცხადყოფს, ახლა რა თქმა უნდა უცნებას აღწევს ყველაზე საუკეთესო თივა, იმიტომ რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში აი ბევრი ადამიანი როდესაც რაღაცაზე კითხებს ქვეყნის მმართველობა რომ აი ყველაფერს დამტკიცება სჭირდება, იცი და რაღაც კონკრეტული სქემა გამოვიდა საგამოძიებო უწყების მიერ მზის სინათლეზე, რომლითაც აი რა ირკვევა პირველ რიგში, ხელისუფლებაზე რა ირკვევა პირველ რიგში. ხო, ნუ დავიწყოთ ახლა რაღაც რა თქმა უნდა ცალსახად ჩვენ ბოლო პერიოდში უყურებთ ანუ ოცნების სრულ ისტერიას, იმიტომ რომ ანუ მათი მმართველობა თავიდან ბოლომდე ჩამოშლილი არის და აქვთ შიში ზოგადად რაღაც მოლოდინი განსაკუთრებით თავიანთი გუნდის ყოფილი წევრების და ნუ შესაბამისად ის არის რამაც დღის შუქი ნახა იმ მძიმე ფაქტმა ზოგადად რასაც ფულის გათეთრება ქვია ხო ანუ ესე იგი 2 მილიარდი რომელიც მეტია ვიდრე თბილისის ბიუჯეტი ანუ აქ არის კოლოსალურ თანხაზე რა თქმა უნდა კაი ვთქვათ ერთის მხრივ ავიღოთ რომ რაღაცა გამოიწვია ლარის სტაბილურობა კარგია ეკონომიკისთვის მაგრამ ანუ შავი ფულით როდესაც ჩვენი ქვეყანაში შემოდის და იმართება ეს არის ძალიან ცუდი ეს არის ეკონომიკისთვის ერთის მხრივ რა თქმა უნდა მოკლევადიან შეიძლება კარგი იყოს მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დამანგრეველია იმიტომ რომ თვითონ ეკონომიკის სამინისტროც ვერ გაიგებს ქვეყანაში რა ხდება ანუ ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიძლება ვსაუბროთ რამ გაამყარა ლარი რატო არის პირობითად ანუ ძალიან ხო ნუ ანუ ყველა ძალიან კარგად ხედავთ რომ სხვადასხვა მიმართულებებით ანუ არის ანუ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ საქართველოს ზოგადად არის შავი ხვრელი და რა თქმა უნდა ეს არავის არ იქნება მიმზიდველი თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ხა როდესაც ჩვენ ყოფილ მინისტრებზე ვსაუბრობდით იქ გომელაურზე იყო საუბარი ხო იგივე უშიშროების მინისტრი ანუ ამ პერიოდზეა ზუსტად ლაპარაკი ესე როგორ წარმოგიდგენიათ რომ 700 მილიონი როგორ შეიძლება საზღვარი გადმოეკვეთა და ისე შემოსულიყო, ნუ პერმანენტულად ხარ ამ მნიშვნელობა აქვს რო გავუყოთ ხა თვითონ 24 თვეზე, ეგეც საკმაოდ დიდი თანხაა, როდესაც იგივე ჩვენი კოალიციის წევრს, როდესაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და მათი კუთვნილი $20,000, რომელიც ეკუთვნოდათ ორივეს, ნუ ჩამოართვეს და სასამართლოში საქმე, ანუ ეგ სრულიად აბსურდის თეატრი, ანუ აქ არის შიდა კლანების ბრძოლა, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ ყოველდღიურად უყურებთ, რომ ვიღაცები ეწირებიან ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ისტერიაზე რომელიც რა თქმა უნდა მოახლოვებული არის იგივე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა მოახლოვებული არის კიდევ ერთხელ და კარგად უყურებთ იმ რეჟიმის რღვევას რომელი რეჟიმიც დღეს სამწუხაროდ მართავს ქვეყანას და მითვისებული აქვს ძალაუფლება და ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან ცუდი ეს ჩვენი რა თქმა უნდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის არის კიდევ ერთხელ განგაშის სიგნალი და რა თქმა უნდა ხა ქართული ოცნება რომ თავიდან ბოლომდე აცილებული არის ევროპულ მომავალს და მათ რო სურვილი არა აქვს საერთოდ რომ ევროპასთან რამე საერთო კონდეს რა თქმა უნდა ესეთი გახმაურებული საქმეც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ხა როგორ წარმოგიდგენიათ ანუ იგივე ხა ეს როგორი დიდი დარტყმა იქნება თქვენ მოიდგენთ ხა ეს ეროვნული ბანკისთვის და ამასთან დაკავშირებით როგორ ეროვნულ ბანკს პასუხს არ მოთხოვენ და იმ პერიოდში ესე იგი 700 მილიონი ისე შემოვიდა 2 მილიარდი ლარი ისე ჩაესხა ქვეყნის ეკონომიკაში, ესე იგი საქართველოს საერთოდ ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდა, რა თქმა უნდა, ეს ესე ვერ იქნებოდა და აქ რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული სქემა არის, თუმცა ხა ჩვენ იმის ილუზია რო გქონდეს, რომ რეალურად რა როგორ ანაირად ეროვნული ბანკის განცხადებაც რას ამბობს რომ ანუ კარგად მუშაობთ და კიდე უკეთესად მუშაობას გავაგრძელებთო რეალურად როდესაც ესეთი ამხელა ამბავი არის მომხდარი ნუ ეხა რაღაც აბსურდი არის ამაზე განცხადებაზე პასუხის გაკეთება იმიტომ რომ ამ როდესაც 2 მილიარდი ქვეყნის ეკონომიკაში შემოდის ფული ქეში ფული ჩაესხმება და ნუ შენ
საქმის კურსში არ ხარ და ვერაფერს ვერ იგებ და ზოგადად ვერ იგებ რა ხდება, ეს უკვე ცხადყოფს თქვათ რა ხდება, როგორ ხდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები იქნება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს რა თქმა უნდა შავი ლაქა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და არ ვიცი ხა ჩვენ როდესაც რაღაცა ევროპულ მომავლისთვის ვიბრძვით, ქვეყანამ უნდა ვიბრძოლოთ, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება და დღევანდელი მმართველობა, ეს კლანი, რომელიც გვმართავს, იბრძვის რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგ და დღევანდელი თქვათ გუშინდელი სპეცოპერაციაც ამას ცხადყოფს და რა თქმა უნდა ამას შეეწირებიან ის ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ვინც არის მათ თვალსაჩინში და ვისაც კონკრეტულად ვისთანაც პრობლემა აქვს. აქ ხوار იქნება აქ. ანუ სამიზნეების გამოკვეთას გაიოლებს ამ სქემაზე ლაპარაკი. ამ სქემის გამოტანა მზის სინათლეზე სწორედ ამას ემსახურება, რომ ეს სამიზნეები კარგად გამოიკვეთოს და საბოლოოდ საქმე ბოლომდე მივიდეს, მაგრამ მივაკივა როგორ ფიქრობთ? ანუ შემთხვევით ხო ვერ იგებს საზოგადოება ასეთ საქმეებზე, ჯერაც ერთი ისეთი იმხელა ამბავი არის, რომ ფილმები რო გვინახავს, გაცილებით რაღაც ნაკლებ თანხებზე არის ხოლმე ლაპარაკი, დაუჯერებელია, რომ ეს მოხდა ამ ქვეყანაში და ინიციალებიც არ ვიცოდით და ჯერჯერობით, ანუ ერთ ჯიხურზე და ერთ მეპატრონეზეა ჩამოკიდებული ამბავი საზოგადოებისთვის, ხომ? ნუ დიდი ამბავია ძალიან, მაგრამ ამ დიდ ამბავს ცხადია ყავს დიდი პერსონაჟებიც. რას ფიქრობთ ამაზე? არა, ცალსახად შემიძლია დავადასტურო, რომ ეს რაღაც გარკვეული მფარველობის გარეშე ამის გაკეთება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. ნუ კიდევ ერთხელ ხას უსვავ, როდესაც აქ $20,000 გადმოტანაზე ამ ხელა აჟიოტაჟი ატყდა, ეხლა რა მასშტაბზე გვაქვს ზოგადად საუბარი, ხო არის წარმოუდგენელი. ამიტომ ეს მფარველობა საიდან მივდივართ ისევ შესესესთან, მივდივართ ისევ უშიშროებასთან, ანუ ესე იგი ამ სქემაში თავიდან ბოლომდე ვინც უნდათ რომ მოაქციონ და ვთქვათ, იქიდან კიდევ უფრო ზევით თუ უნდათ ავიდნენ და არ ვიცი ეს ხაზი თუ უნდათ იმ პერიოდში ვთქვათ, იგივე პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი და რა თქმა უნდა მას გადააბრაუნ ყველაფერი, რა თქმა უნდა აქ მიდის პოლიტიკური ჭიდაობა, მიდის თვითონ ქართული ოცნების შიგნით, რასაც ეწირება ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მიტაცებული მმართველობა ქართული ოცნების მხრიდან, მით უფრო სწრაფად დავშორდებით ჩვენ ცივილიზაციას. ცივილიზაცია არის ევროპა, ცივილიზაცია არის ამერიკა, ჩვენი პარტნიორები, რომლებიც რა თქმა უნდა დღევანდელ ხელისუფლებას არ აღიარებენ და თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც არჩევნებს ჩაატარებენ, რომელიც რა თქმა უნდა ცალსახად ესეც მიტაცებული აქვს გორბი ფაქტიურად რა ციფრებსაც წერს, იმ ციფრებით გამოვლენ და იმას გააკეთებენ და იმას დაიწერენ, რაც უნდათ, ეს არის აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი. ამიტომ სანამ ქართული ოცნება მმართველობაში იქნება, არაერთი სიურპრიზი ელოდება ალბათ და ნუ აქ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პური და სანახაობა ძალიან მარტივია, ხო? ეხლა რამდენი ხანი გაყვება სასაუბრო თემად. ნუ ეხლა თუ უნდათ რომ დააჯერონ, რომ აი თავის გუნდშიც კი დაიჭირეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ხო? ნუ რაღაცა სისულელე ეხლა რაღაცა 500,000 ევროზე თუ დოლარზე, ეხლა ჩვენ ხო უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეხლა 500,000 გაცილებით ნაკლები არის, ალბათ ვიდრე რა მასშტაბზე შეიძლება იყოს არაერთ შემთხვევაში, როდესაც ქართული ოცნების ჩინოვნიკებს ეხება, ხო, ეს ძალიან მარტივია და არა მხოლოდ მათ, ანუ იქ ჩვენ არაერთი მოსამართლეები ყავს ნანახი, იგივე დედაქალაქის მერის წარმომადგენლები, რომლებიც უბრალოდ მილიონს აღემატება მათი ფეშენებელური სახლები და მათი ქონება, რომელიც საქართველოშია და ეთერებიდან და საგამოძიებო უწყება ავრცელებს ინფორმაციას ამა თუ იმ პირზე, ის არის ამორჩეული პირი, რომელიც იმ მომენტისთვის, რომელზეც მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამახვილებული, თქვათ, ყურადღება და თუ აი შემდგომი გაგრძელება არის კრიტიკული, აი ამ როგორ ფიქრობთ, ივა, სადამდე მივა პროცესი რეალურად? ეხლა ეს არის უბრალოდ რაღაც სხვა საკითხებიდან ყურადღების გადატანის თელობა, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ ქვეყნის რეპუტაციის ზიანი, მაგრამ შეუძლებელია რიგითი მოქალაქის თვალში, რომელიც ეხლა ამ დადასტურებულ ინფორმაციას, ნუ საბოლოოდ სასამართლოში უნდა დადასტურდეს წესით, მაგრამ ძიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას უყურებს, ალბათ ფიქრობს, სხვა შორის რამდენიმე კომენტარი შემხვდა, რომ 301 ლარის რაღაც რო შემომაქო. კი, გამბაჟება უწევს ასე შემდეგ, კი. ესეთი ციტატა იყო, რომ წიოქს მიტეხენ, რომ მოდი განაბაჟე და ასე შემდეგ და ამგვარი შენიშვნებიც ვნახე, ხო, ამ ინფორმაციის ქვეშ, რომელიც იყო გამოტანილი და აი მოქალაქის დასკვნა რა უნდა იყოს ამ პროცესიდან, ეხა ამ ყველაფერს ვადევნებს თვალს. თქვენ კარგად ახსენეთ, რომ სასამართლო აბსოლუტურად აბსურდია, სასამართლოს რასაც დაუწენენ, რა თქმა უნდა, სრულიად პოლიტიზირებული არის და იმ გადაწყვეტილებას გამოიტანს, აქ რაღაც მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ყურადღების გადატანა რო უნდა.
ფაქტია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეს ფაქტი, რომ ხდება აქ საკმაოდ ცეთი მძიმე კლანური დაპირისპირება ქართული ოცნების შიგნით უკვე აქ ფაქტია, რომ არავის აღარ ენდობიან იმ გუნდიდან, რომელი გუნდიც ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო იყო, არის სრული ისტერია, არის სრული შიში, ამიტომ ნებისმიერი ის არაადეკვატური ქმედებები, ნებისმიერი ის არაადეკვატური ქცევები, რასაც დღეს ჩვენ უყურებთ, იგივე დაჭერები იქნება თუ რაღაც საქმეების ამოტივტივება, რომელიც თურმე არ ვიცი, ну, რა თქმა უნდა, მართლაც სასაცილოა, არაფერს უბრალოდ კარგს არ უკეთებს ჩვენ ქვეყანას, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ქვეყანას აზიანებს საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ხდება ოცნების მხრიდან მიზანმიმართულად, რომ მათ უნდათ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყანა იყოს დაახლოებული რუსეთთან, ვიყოთ რუსეთის რაღაც არ ვიცი, მოსამსახურეები რუსეთის კარზე და მოუწყდეთ სრულიად ცივილიზაციას. დიდი მადლობა ივა, დაგემშვიდობები, ივა ჭყონია, კოალიციაცილების